სასმელი წყალი ეს არის მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მთელი სოფელი ითხოვს. ნაკლები დებეტი და მოძველებული მილები. სასმელი წყლის პრობლემა სოფელ ტბის მცხოვრებლებს ზაფხულშიც და ზამთარშიც აწუხებთ. ნახევარი სოფელი არის უწყლოდ, მაგრამ ეს არის ალბათ ბუნებრივი ისე რომ გაიყინა წყალი დებეტი ნაკლები იყო, მილებში ყველგან არ გაიყინა, ამ წუთში ნახევარი სოფელი უწყლოდ არის. ზაფხულში ამ მდგომარეობა. ზაფხულში არა უშავს, შედარებთ რა ეს რაღაცები არის ისეთი გასაკეთებელი, ჰაერია გამოსაშვები რაღაცებს აკეთებენ. წყაროს წყალი ქონდა რაღაცნაირად დაშრა ეს მასაქნა და შეფერხებით აქვს გაყინა უმეტესობა სოფელში. ავდივარ და ავსებთ მეზობლებში და ჩვენი მისის არა გვაქვს საშუალება რომ ჩვენი ძალებით გამოვიყვანო და იმედია მუნიციპალიტეტი და ეს დაგვეხმარება და რაღაცა იქნება. ანუ მიზეზი არის ყინვა თუ კიდე სხვა პრობლემა აქვს მილებთან დაკავშირებით? მილები უპირველესი პრობლემა მოძველებულია და უფინანსობა. კიდევ ერთი პრობლემა სოფელში საშეშე და სამასალე მერქანია. ადგილობრივები ამბობენ, რომ შეშის გამოყოფა დროულად არ ხდება, რის გამოც პრობლემები ექმნებათ. და გამოყონ ცოტა ადრე, რომ სანამ სიმშრალეებია, რომ ყველა ადამიანმა მოასწროს მოიდანოს შეშა. და ნოემბერში და დეკემბერში უკვე გართულებულია. ვერც მანქანა მიდის, ხარი ახლა სუყოლას არ აყავს, სუყოლას კი არა სოფელში და დაიარა 2-3 ადამიანს. თანაც ძალიან დაშორებულია, უკვე დაშორდა. გვიან ხდება გამოყოფა, ხო? გვიან ხდებოდა, ეს ეხლა კი არ ხდება. წელს კი არ მომხდარა და ეს შახშან კი რამდენი წელიწადი ეგრე ხდება. სამასალეზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. აი ახლა მე პირადად მაგალითად სახლი ისეთ მდგომარეობაში მაქვს, ზაბორი არ მაქვს. სახლი დაბლა ოთახში ჩანგრეულია პოლის უყველაფერი და არ არის წერტ განცხადებას, რავი, გამოდის ისე რომ წერა-კითხვა რო არ დაგვავიწყდეს. ზაფხულში სოფელ ტბას უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. ადგილობრივების უმეტესობა საკურორტო სეზონზე ბინების გაქირავებით არის დაკავებული. მოსახლეობა სოფელში გასართობი და დასასვენებელი ადგილის მოწყობას, ასევე აქ არსებული ტბის აღდგენას ითხოვს. მოგესალმებით, ფორუმის გადამღებით ჯგუფი დღეს სოფელ ტბაზე იმყოფება. მომდევნო 1 საათის განმავლობაში ერთად გავარკვევთ, რა პრობლემები აწუხებთ ადგილობრივებს და რის მოგვარებას ითხოვენ ისინი ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან და რა არის სოფელში ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა. დღეს ადგილობრივების კითხვებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძე და ასევე ტბის თემის რწმუნებული ზურაბ ლომიძე უპასუხებენ. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მობრძანდით და დავიწყოთ ყველაზე პრიორიტეტული და მთავარი პრობლემით საუბარი. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა არის სოფლის ყველაზე მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე? პრობლემა იმაში მდებარეობს, რომ შეშის ნომერაცია როცა მიდის ყოველთვის წლის ბოლოს. ან ნოემბერში, ნოემბერში დაიწყება. ნოემბერში რომ დაიწყებ, ჩვენთან ისეთ ზამთარში რომ ნოემბერში მოვიდეს. თოვლი. ამიტომ ცოტა თუ შეიძლება რომ ადრე გადაწიონ ეს ისა და ცოტა ადრე იყოს. ზაფხულის პერიოდში უფრო ადვილი მოსატანია, მანქანაც ადვილად მიუდგება სულ ყველაფერი. ეს ასე მგონია თვითონ სატყეო უნდა იმასა იაქტიუროს, იმიტომ რომ ეს ერთი წელიწადი კი არა, რაც არის დაიწყეს, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს და უნომროს. ყოველ წელიწადს თითქმის ეგრეა რა, ყოველ წელიწადს არის გვიან და ნომერაცია ტარდება, მე ახლა ხედავთ რომ სუმთებია. აი მანქანა ვერ არის, კაცმა უნდა იწვევოს ხელით, ან ხარით უნდა ვეღაც ხარი მიდის, მე ვეღაც ნახევარს მოაქვს შეშა, ნახევარს ვეღარ მოაქვს. აი ეს უბედურობა ერთი. სამასალე მასალა თუ სამასალე მერქანი თუ იქნება კიდევ სახლები ზოგს სახლი პოლი ჩაენგრა ზოგს კოჭი გაუფუჭდა ზოგს ახალი სახლის აშენება უნდა ეს უნდა გამოიყოს ახლა სუნთლად არ შეკიბატულ დღეს უნდა გაუფრთხილდეს მე არ ვიძახი რომ უნდა მიყვე და გაჩეხო მაგრამ უნდა იყოს რაღაცა ფონდი დაშვებული რომელიც მოსახლეობა გამოიყენოს. გასაგები. უკან მიაწოდეთ მიკროფონი თუ შეიძლება და თუ გვეტყვით ესე იგი ამ ეტაპზე სოფელს აქვს თუ არა საშეშე მერქანი? მომარაგებული. თუ ისიც რაც გამოიყო, ისიც ძალიან ცოტა იყო და დღეს სოფელი ახლა როგორ არის იცით ოჯახზე იყოფა 7 კუბომეტრი ზურა მე მგონდა 7 კუბომეტრი ამ სოფელი 6 თვეა ზამთარი 7 კუბომეტრი ოჯახს ვერ ეყოფა მით უმეტეს ზოგ ოჯახში დიდი ოჯახია ანტია 2 და 3 ღუმელი ხო პეჩის ღუმელი აი ამ ეტაპზე ახლა ნახევარ სოფელს დანამდვილებს შეშა არა დაგიჭერენ 700 ლარიანი ჯარიმა უნდა დაგიჭერონ ხმელი ხის გულისთვის და მაგის თავი ნახდათ ახლა გლეხკაც 80% უმუშევარია სოფელში 80% თუ მეტი არა კიდე ესეთი რამე რა სოფელში არის ბუნებრივი აირი. ახერხებს თუ არა სოფელი ბუნებრივი აირის სათბობად გამოყენებას, თუ ვერ ხერხდება ეს? მოსახლეობა ვერ იყენებს, იმიტომ შემოსავლის წყარო არ აქვს მოსახლეობას, იმდენად რომ აი ბუნებრივი აირი გამოიყენოს საწვავად. ბუნებრივი აირს იყენებენ
აი ცხელისყრისთვის კი სამზარეულოებში, აბაზანებში, მაგრამ გასათბობად ნაკლებად. მოვისმინეთ, სოფლის მთავარი პრობლემა ეს არის საშეშე და სამასალე მერქანი. მოდით დავიწყოთ საშეშე მერქნის პრობლემის განხილვით. რატომ გვიანდება სოფლისთვის საშეშე მერქნის გამოყოფა და რატომ უწევთ ადგილობრივებს ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში შეშის მოპოვებაზე ზრუნვა? ჩვენ მაშინ ვესაუბრეთ სატყეოს წარმომადგენელს და ემეთი განმარტება რაში მდგომარეობს, რომ ნომერაციას ახდენს ფირმა, რომელიც იმარჯვებს ტენდერში. სანამ ტენდერი გამოცხადდებაო, სანამ იქ ეს ფორმალობაა, მოდის უკვე ზამთარი. და ეს არის ეგეთი განმარტება მოგცეს მაშინ სატყეოს წარმომადგენლებმა, რომელთანაც, რა ვიცი, აი თითქმის ყოველი თათბირი როცა მიდის, მოვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ რაღაცნაირად ამ ხალხის აი თუნდაც აგერ იყო ნათქვამი, რომ ის 7 კუბომეტრი საშეშე მასალა, რომელიც საშეშე მერქანი, რომელიც ოჯახზეა გამოყოფილი. არანაირად არ იყოფა 7 კუბომეტრი არც ერთ ოჯახს. რა ვიცი, ხა შევკვირდნენ, რომ ეგეც უნდა გაიზარდოს. სავარაუდოდ ამ ეტაპზე 10 სიძახიან და ვნახოთ იქნებ კიდევ მოვამატებით. თქვენ როგორც რწმუნებული, რას გააკეთებთ, როცა აი სოფელს აღარ ექნება საშეშე მერქანი? რა ბერკეტები გაქვთ, რა შეგიძლიათ უთხრათ ამ ადამიანს? სამწუხაროდ რომ არანაირი ერთადერთი რაც შეგვიძლია მივიდეთ შევაწუხოთ თქვა გამგებლის მოადგილე სატყეოს წარმომადგენელი. სხვა როგორც ასეთი აი ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია რომ გასაგებია. გამგებლის მოადგილეს შეაწუხებთ. რას გააკეთებს გამგებლის მოადგილე ამ შემთხვევაში? სოფელს არ აქვს საშეშე მერქანი და ითხოვს სამასალე მერქნის გამოყოფას. მოგესალმებით პირველ რიგში. შუამდგომლობა რაც ახლა აუცილებელია, მით უმეტეს ჩვენი შუაში არის ტერიტორიული განსწრუნებული, გამგებელი იგივე და ეტაპი რაც არის ახლა ეს ყველაფერი დროის სიმცირის გამო გვიანი წება რაღაცებში, მაგაზე იქ მიდის უკვე ძალიან ისეთ ტემში მუშაობა, რომ რაღაცნაირად დაარეგულირონ. დაარეგულირონ რას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს გაცილებით ადრე თვითონ ეს სააგენტოც იმდენად ფორს-მაჟორში მოუწიათ მუშაობას სწრაფად ასე რომ რაღაცეები კიდე დარჩა იქ დასალაგებელი და ჩვენ ახლა მაქსიმალურად ეს პრობლემა რაც აქვს ამ ტერიტორიულ ორგანოს უნდა მივიტანოთ იქ, მაგრამ მაგაზე მიდის მუშაობა იქ, რომ დავუშვათ უფრო სწრაფადებში მოხერხდეს ეს თუ შესაძლებელია ის, თუნდაც ის ტენდერი, თუნდაც ის დანომრა, რომ მართლბრძანებენ ხა ყველგან არ არის ასფალტი და ყველგან არ არის გზა, რომ დავუშვათ არ გაგიჭირდეს ტალახში და წვიმაში და თოვლში მისვლა და გამოტანა ხეთქვის ხო? მაგრამ ის რაოდენობის სიმცირეზეც ზოგ მაცხოვრებლებს აი მაგალითად დიდ ოჯახს არ ყოფნითო, მაგაზეც აუცილებლად გავამზადებთ კიდე წერილს, რომ შევახსენებთ, კიდე მივწერთ და მით უმეტეს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩვენ გამგებელს და სატყეოს უფროს ბატონ ბიზნესს და რაღაცა მოგვარებაზე იფიქრებენ აუცილებლად. ანუ ეს პროცესი მიმდინარეობს, მით უმეტეს ახლა ახალი წელი იქნება და აქიდანვე ჯობია ჩართულობა იყოს მაქსიმალური, რომ უკვე წლის ბოლოს იგივე პრობლემები არ დაგვხდეს წინ. ამ ეტაპზე შეჩერებულია სამასალე მერქნის მოპოვება. და თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ვადით არის ეს ყველაფერი შეჩერებული, რა მიზეზით? კი, აი ახლა როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილი გახდა, შემოდგომისთვის უნდა დაიწყოს გაცემა აღნიშნული სამასალე მერქნის. რამდენადაც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია. ყველას მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ყველა განცხადება დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, უნდა შევისწავლოთ ჩვენ იმ ადამიანს ნამდვილად ესაჭიროება თუ არა და ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ წავიდეს ის მოითხოვოს, აიღოს, წავიდეს მერე და გაყიდოს. ანუ მონიტორინგს აწარმოებს ვინ სოფლის რწმუნებული? ჩვენ მონიტორინგს როგორ ვაწარმოებთ? იცი, აი მივიდეთ, რომ ნამდვილად ნახოთ, ეკუთვნის თუ არა, მაგრამ შემდეგ უკვე იქ უნდა მივიდეს სატყეოს წარმომადგენელი, ხა იქნებ ჩვენ ვატყუებთ, ხო, სატყეოს წარმომადგენელი თვითონაც უნდა მივიდეს, შეისწავლოს. მაგრამ უკვე რეალური საჭიროება მდგომარეობს თუ არა, რა თქმა უნდა, ისე მაქსიმალურ რესურსს ხა თქვენ იცით, რომ რაღაც ცვლილებები იყო ამ სოფლის სამსახურთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ მოადგილეს. ანუ მაქსიმალური ჩართულობა არის უკვე ტერიტორიულ განსწრუნებულის და ჩვენი დახმარება იქნება დავუშვათ ინსპექტორების სამსახური იქნება თუ დამატებითი სპეციალისტები დავახმართ რომ ადგილზე შეისწავლონ. შეიძლება ყველაფერი ბატონმა ზურამ ხა ამ ქვეყანაზე არ იცის და ამიტომ შესაბამისი სპეციალისტების დაეხმარებიან რომ რაღაცა იმ მოკლებადებში განიხილონ ეს საკითხი ვისაც ეკუთვნის მიეცემა, იმიტომ მე ხარ აღნიშნე უკვე დაიწყო. გუშინ მაგალითად 7 განცხადება მქონდა მე სამასალე მერქანზე და გადახარისხდება უკვე შესაბამისად და მოთხოვნებით გაიგზავნება შესაბამისად. ვის ეკუთვნის, ვის არ ეკუთვნის. სოფელში არის სასმელი წყლის პრობლემა. თუ ისაუბრებთ ამ პრობლემაზე. ანუ რაში მდგომარეობს აღნიშნული პრობლემა? რამდენი ხანია არსებობს სოფელში ეს პრობლემა? ხალი ფაქტიურად მილები შეცვლილია. გამგეობაში შარშანწინ შეგვიცვალა მილები, რაც იყო ამოცვლილია, მაგრამ თვითონ ერთი წყარო, საიდანაც დამატებით ღებულობდით წყალს, დაშრა ის წყარო და ის წყარო აღარ მოდის და ეხლა ფაქტიურად დავაწეხით
დააწვა მთელი ეს სამი სოფელი 9 წყაროს წყალს, რომელსაც ჩვენ ხმარობთ და ცემი და ლიბანი. ხო და ეს თვითონ გაყოფა არის ძალიან ცუდი ამ წყლების. ანუ რას ნიშნავს გაყოფა? არათანაბრად ნაწილდება სოფლებზე? მილი შეერთებულია ცენტრალურ მილზე შეერთებული თქვა ლიბნის წყალს გეუბნებით, იგივე ტრუბით არის შეერთებული, რაც მოდის ცენტრალურ. მე აქეთ უდებენ ფიცრებს, ეხლა იქ სახურავი ვინტილი აქვს, ახდიან და ყველა დადის თავის შუაზე, ვისაც ყოველ ვერ გაყვები და ამდენად იმას 9 კილომეტრია იქავდე, ხო ვერ ახვალ. ახდიან, ხამფიცარს ამატებენ, ხარაღაც წელს ეხლა აღნიშნულ რომ წყალი ფაქტიურად ამ სოფელს უნდა ყოფნოდა, მაგრამ ასულან აუხდიათ, დაუდიათ ეს დამატებითი რეიკები და აღარ წამოვიდა აქეთ წყალი და დაეყინათ. ეხლა წყალი კი მოდის ფაქტიურად. გაკეთდა, აგერ იყვენ წასული ზურავი იყო წასული, ბიჭები იყვენ, 10 კაცი იყო წასული, გააკეთეს, მაგრამ დაყინული, ახლა სანამ მიწა არ გაურღვება და ეს მილები არ გაურღვებათ, ხა წყალი მაინც ვერა. სხვანაირ როგორც ბატონმა თქვა, აღმოჩნდა დაყინული ყველგან ნაწილ სოფელში მოდის წყალი, ნაწილში არ მოდის და ჩვენ დაუნებურად ბუნებრივ სტიქიასთან ვერ ვბრძოლობთ ავტოში. არანაირი საშუალება არ აქვს. და ღმერთს მაქნას რომ მალე დათვეს და მოგვივიდეს წყალი, თორე რა გვეშველება არ ვიცი. ძალიან ცუდ მდგომარეობდა. ამიტომ ისე უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით, რომ სათავე ნაგებობაში თავის დროზე არ გაიყინოს ისე გასუფთავდეს და რომ მილებში მუდმივად იყოს წყალი. ტყეშია ეს, ხო იქ ყველას ხო ყარაულს ხო ვერ დაუყენებ იმას რა, ვინტილი სადაც არის, რომ არ მივიდეს, ვინმე არ დაკეტოს. აი მაგან გამოიწვია ეგ ვიღაც მივიდა. ნუ ვიცით რესი შედის და იქ ზევით ლიბანია სოფელი, მივიდა იქიდან ეტყვა ვიღაც რომ აუ შეიძლება წყლის მეტი წრევა ჭირდებოდა სახლში თუ რავი როგორი იყო და სანამ ჩვენ მივედით ყინვას ხო ვერ დაუდგებით წინ, სანამ ჩვენ მივედით და ვნახეთ, დაიყინა ეს მილები. ბერის წყარო, სადაც არის ეხლა. ის წყარო დაშრა, რატო დაშრა, არ ვიცი. მიდღებში არ დამშრალე ეგრე, იქიდან სულ აღარ შემოდის. იქიდან ჩვენ შემოგვყავდა დაახლოებით 150-იანი მილი მოდიოდა და დამატებითი მარაგი იყო ამ წყლების. შემოდიოდა და თან კარგი წყალია ესეთი, რომ წყაროს წყალია. ეგ ერთი და შეიძლება ეხლა გაზაფხულზე, რა ვიცი, ჩვენ მიკროფონი ახლოს თუ შეიძლება. დავილაპარაკებთ ალბათ ანუ რაიონის სოფლის დეპუტატთანაც, აგერ ზურიკო გამგებელი სოფლის და იქაც თუ შეიძლება თუ მოვიდა წყალი ხო არ დაგჭირდება, თუ არა მე დაგჭირდება რომ გეოლოგები მივიყვანოთ და მიზეზი გავიგოთ რატო დაიკარგა ეს წყალი. შეიძლება სულ უბრალოდ რაღაცა გეოლოგებმა შეამოწმო და ამოვიდეს ისევ ის წყალი და ეს შეღავათი იქნება ჩვენ სოფლისთვინაც და იმათ იმისთვის. ეხლა ზაფხულში თუ ეხლა წყალი მარაგი ცოტა იყო, ზაფხულში სულ აღარ ეყოფა წყალი. ცემში ამდენად დამსვენებელი მოდის, თვითონ სოფელშიც ხო მოდის, აქ ჩვენთანაც მოდის დამსვენებელი და წყლის მარაგის პრობლემა იქნება და თუ გავაკეთებთ ის რომ ისევ ის წყალი ამუშავდეს და ამოვიდეს და მოვიდეს ისევ, ეგ შეღავათი იქნება. ძალიან მალე იწყება სოფლის პროგრამაც, ხო? იმაზეც ყველა შართულობა იქნება საჭირო, მაგრამ მიღმა ამის არის ესეთი რაღაც. დაუშვათ გავაკეთეთ ის გაუძლებელი სასაკრასე ჩვენ უძახი და უკვე ნახავთ ვის რა რაოდენობის წყალს მოიხმოს, ხო? ვინ რა რაოდენობის წყალს მოიხმოს. დაუშვათ არ არის საკმარისი, ხო მოდი უკვე მართლა ვიფიქროთ ის ძველი წყაროს წყალი რამდენად იქნება აღვადგინოთ რომ კიდე დამატებით იყოს წყაროს წყალი სასმელადაც ვარგისია და ნებისმიერ ამის შეიძლება გამოიყენო. გავიგებთ აუცილებლად თუ არ იყო დებეტი რა თქმა უნდა რომ შეყოს მე მგონი მაგაზე არ იქნება ეხა ისეთი პრობლემა რომ გეოლოგს თხოვოთ ჩვენ პირადად მე ვთხოვ და მოვიყვან გეოლოგს რომელიც დადებს დასკვნას რა არის მიზეზი. რაც შეიძლება მაგაზე ხე სოფლის პროგრამას ვახსენე რა დაფინანსებაო და ეხა ეს ამ ხელა სოფლის პროგრამა არის თავისუფლად შეიძლება სოფლის პროგრამის პრიორიტეტად ეგ გავიდეს. კარგით, რა იქნება სოფლის პროგრამის პრიორიტეტი? ამას ალბათ ადგილობრივები გადაწყვეტენ. ეს არის ადგილობრივების გადასაწყვეტი, იმედია. სპეციალური კრება ჩატარდება და რა თქმა უნდა ადგილობრივებით, მაგრამ ერთ-ერთი შეიძლება ესეც იყოს იქ წარდგენ სამი სოფლის მეთომები. კი ბატონო, სამი სოფლის. მაგითო ვიძახ, სამი სოფლის არის მეთქი და არა ერთი ხო ხდებით და ეგ უკვე მე კრებაზე. რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, სოფელი საკურორტო ზონაა, ზაფხულში განსაკუთრებით ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩამოდის აქ დასასვენებლად. საკანალიზაციო სისტემის პრობლემა არსებობს ხო სოფელში? ნაწილობრივ არის, ყველას თავის რაღაცები აქვს, ჭები გაკეთებული რაღაცები და მაგრამ ეს საერთო სისტემაში არ შედის კანალიზაციის სისტემა. ქმნის ეს სოფელში პრობლემას, თუნდაც დამსვენებლები. რა თქმა უნდა, ქმნის და ძალიან კარგი იქნება თუ მოგვარდება, რა ვიციება. აი სოფელში რო შემოდიხართ. აი წყალი რო დგება და რო ჩაივლით დააგვირდით. აი სულ ნატური წყალი ეგ დამდგა. სულ ნატური წყალია და გაზაფხულში მე ზაფხულში კოღო ჩდება, ქვეწარმავალი ჩდება, ბაყაყი და თან საკურორტო ზონა.
კარგი იქნება თუ ეს საკითხი მოგვარდება, რა თქმა უნდა, რომ აი რო ჩაივრი დააწოდეთ, საგროვი წყალი არის სოფლის ბოლოში. სოფელს არა აქვს საკანალიზაციო სისტემა. სოფელი არის საკურორტო ზონაში და ეს ყველაფერი ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა აქ ბევრი დამსვენებელი იყრის თავს. ფიქრობს თუ არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში ამ სოფელში აღნიშნული პრობლემის მოგვარებას? კანალიზაციის სისტემამ რო გამოიწვია ჩვენ არ არსებობამ დიდი პრობლემაა შარშან მუნიციპალიტეტის დახმარებით ერთი მონაკვეთი, რომელიც ძალიან მართლა კატასტროფული იყო, რომ აი შუა სოფელში მიდიოდა მთელი ეს კანალიზაციის სისტემა 250 მეტრიანი მონაკვეთი შევცვალეთ. ნუ შევცვალეთ როგორ? კი, ჩავდეთ. კი, არ არსებობდა. მაგრამ ეს იმხელა თანხასთან არის დაკავშირებული ერთ ეტაპზე, ყოველად შეუძლებელი ამის გაკეთება. არის დათვლილი ეს თანხები, ანუ დაახლოებით რა დაუშვება მუნიციპალიტეტს? ჩვენ მაშინ რაც გავაკეთეთ, ეს 250 მეტრიანი თუ ზუსტად მახსოვს დაჯდა სადღაც 25000 ლარამდე. მარტო ის ერთი მონაკვეთი. და ეს სოფლის პროგრამით მოხერხდა ამის გაკეთება თუ ეს ადგილობრივი ბიუჯეტით გაკეთდა? გამგეობის დაფინანსებით, იმიტომ რომ ჩვენი თანხა მაგდენს არანაირად არ ეყოფა. ამ ეტაპზე იგეგმება თუ არა ამ ყველაფრის გაგრძელება? კი ბატონო, აი ეს ეხლა ბატონმა გელამ რო აღნიშნა, რომ აი დაბლა ყოფილი ტბის ტერიტორიაზე დგება ეს წყალი. გვინდა რომ აი ეგ მონაკვეთი მაინც გავიაროთ, სადაც ის ანტისანიტარია მოისპოს. დანარჩენი ხა მე ეტაპობრივად ყველგან გვინდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ კურორტია, დამსვენებელი მოდის. ბატონ რევას, კონკრეტულად თუ შეგიძლიათ თქვენ თქვათ, ბატონი ზურაბი ამბობს, რომ ეს უნდა გაკეთდეს. როდის უნდა გაკეთდეს? არის უკვე ცნობილი, ბიუჯეტში არის გაწერილი ეს ყველაფერი? არა, გეტყვით, ბიუჯეტში თანხები არის წყალკანალიზაციის სისტემაზე გამოყოფილი, ოღონდ ახლა იქვე მიდის მუშაობა, რამოდენიმე პრობლემის წინაშე დგავართ მთელ რაიონში, ხო? სად რა თანხები პროექტირება, ახლა ამ ეტაპზე მე არ მაქვს ხელთ დავუშვათ ამ კანალიზაციის სისტემის პროექტი. უნდა მოვიძიო დავუშვათ თუ იყო მაგალითად ძველი რომ რაღაცა იმის მიხედვით მე რა თქმა უნდა ახლის გაკეთება მომიწევს დღესდღეობით, მაგრამ რაღაცა მექნება რის მიხედვით დავიწყებ მუშაობას. მოგვარება ამ პრობლემის ხმხტების, იმიტომ რომ საკმაოდ რელიეფურია სოფელი ხა. ეს მაგისტრალი არის პირველი კლასის გზა არის, პრობლემებია გადაჭრა-გადმოჭრაზე, ყველასთან შეთანხმება ჭირდება, მით უმეტეს ერთ მხარეს თუ გაატარებ ამ მაგისტრალს, მეორე მხარესაც ხომ არის კაცო მოსახლეობა და მთელი რიგი საკითხები არის, რასაც ჭირდება ამ ეტაპების გავლა და ცოტა პრობლემური არის, მით უმეტეს ახლა კი კაია საგზაო პატრონობს ამ. თუმცა მოგვარებას მოითხოვს. მოგვარებას ითხოვს, აუცილებლად, თქვენ ქალბატონმა ეკითხა რომ ეს არისო და კი სადგერის ნაწილიც კი არის საკურორტო სარეკრეაციო ზონაში შესული. კი 9 წელში პრეზიდენტის ბრძანებულები და ამ ტერიტორიაზე ისევ ის კანონი მოქმედებს, რაც მოქმედებს ბაკურიანში, რაც მოქმედებს დაუშვათ დანარჩენ საქართველოში. ბახმარო, ურეკი იგივე გუდაური მაგალითად. თქვენთანაც იგივე ნორმატივებია ზუსტად. კანონსაც შეხვდათ, თორე ისე სხვა ფორმულირება. და ანუ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეკოლოგია მით უმეტეს ყოველდღე გვწერენ, ყოველდღე გვკავშირდებიან რა პრობლემებია ეკოსისტემის დაზიანებასთან ახლა. მოედანია ხო იქ სივრცეა ლამაზ და ისება წყლით არის ის კოღო მარტო იქ ხორტრიალებს არა შემოდის მოსახლეობაზეც და ნუ საშინელი მდგომარეობა და ვიცი ახლა მე ტბის სადგერის დაუშვათ ლიბანშიც კი მაინც ახლა ვინც იცის ვისაც სმენია და გავუგი ადის იქ ტურისტი ხო თუნდაც ადგილობრივი ქართველი ტურისტი და მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა აუცილებლად უბრალოდ აი რაღაცა მინდა საწყისი რომ მე ეს პრობლემა დავსახო, ერთადერთი გზა იქნება ცოტა ხელისშემშლელი. საწყისში რა იგულისხმება? ანუ გჭირდება სოფლის მოთხოვნა წერილობით თუ რა ქვია? მოთხოვნა აგერ სოფელი წარმომადგენლები ესენი მარტო თავის სასხარმეუნებენ მოუნებიან თავის მეზობლების, თავის ახლობლებისაც და უბრალოდ საწყის ბერკეტი მინდა მქონდეს იმისი რომ დავუშვათ უკვე მიწერ-მოწერი დავასწრებ. მე კიდევ ვიძახი ჩვენ ახლა ფუფუნება არ გვაქვს იმხელა ბიუჯეტის, მაგრამ შეიძლება რაღაცები ცენტრალურისგანაც წამოვიღოთ, იმიტომ რომ ხოგერობით ყოველ დღე მწერენ სალკე გუბერნიიდან არიან დაინტერესებული რა ეკოლოგიას, როგორ ვაზიანებთ ეკოლოგიას, რა პრობლემებია რაიონში, დღესაც რა წელი გავაგზავნეთ და რა თქმა უნდა ამ ეტაპებს უკვე ერთხელ ორჯერ 10 ჯერ შეაწუხებ, უკვე იქიდანაც მოდის ეს დაინტერესება, რომ მოდი გავაკეთოთ კარგი პროექტი. მაგითო აღნიშნე რა რთული რელიეფია, მეთქი რომ რთულია ამის პროექტი. შეიძლება ეს დაუშვათ ორჯერ უფრო ძვირი დაждდეს, ვიდრე დაუშვათ ქალაქ ბორჯომში. დამიჯერეთ რა, იმიტომ რომ გზაც მნიშვნელოვანი ხარვეც პრობლემას შეგვიქნის, იმიტომ რომ მისი გადაჭრა ყოველთვის პრობლემაა, მაგას შეიძლება არ არის ეს დატვირთული მოძრაობა როგორც ავტობანზე მაგალითად, მაგრამ იგივე დანიშნულება აქვს. პირველი კლასის მაგისტრალია, ხვდებით? და ყველასთან შეთანხმება ჭირდება. ამ წელს გაგზავნოს კიდე დრო უნდა, იმის უკან დაბრუნებას, იქ რა პასუხი იქნება და ეს არის ჩვეულებრივი ურდული მხარე, რაც ზურამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი ეს, მქონდა მაგაზე საუბარი ხშირად და ნუ რაღაცა ეტაპებია უბრალოდ გასწავლილი, მაგ ეტაპებს გავიდა პრობლემაა, რა თქმა უნდა, ვიცით.
მნიშვნელოვანი სასმელი წყალი და კანალიზაცია ყოველთვის მაგას ვიძახ მე აღნიშნავ მიწის ქვეშ სამუშაოები პირველ რიგში უნდა დაიწყოს და მერე უკვე ინფრასტრუქტურა ზევით რაც არის ის უნდა მოიწყოს. და თქვენ პირდებით ამ ადამიანებს რომ წყლის სასმელი წყლის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება, დიახ, დაეხმარებით თუ ეს დაჭირდება ამ სოფელს დახმარება და რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემას ამაზე მუშაობას დაიწყებთ. კი ბატონო, ეს ყველაფერი დაწყებულიც არის. მაგას ვიძახ ზუსტად, იმიტომ რომ აი ზურაბეს მე მგონი თქვენს გახსოვს ეს პრობლემა. სადგურში გახსოვს ფედერალური გამოდიოდა გზაზე მოედანზე და საშინელი მდგომარეობა იყო და ზოგი მოძველებულია, ზოგი შეიძლება რაღაცა ისე ვერ გაკეთდა. მუშაობა მიმდინარეობს ეხლაც. ესე არ არის რომ დავშვა დღეს არ ვიცოდეთ ეს პრობლემა და უიხო გავიქეთ. ვიცით, ვაკეთებთ, მუშაობთ, ჩართულია მაქსიმალურად გამგებელი და ნუ ყველაფერს რაღაც ეტაპებს უბრალოდ გავლით მთელ რიგს. სოფელში არ არის გასართობი ადგილი, სკვერი, სადაც ადგილობრივებიც და ჩამოსული დამსვენებლებიც დაისვენებენ. არის თუ არა ეს პრობლემა? ადგილობრივები აღნიშნავდნენ დღეს ჩვენთან საუბარში, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემაა. ესეთი გარკვეული 2 თვე გვაქვს, რომ იტყვენ საკურორტო სეზონი და პირველ რიგში ჩამოსული ხალხი არის, თხოვობენ ბავშვებისთვის არის იმის საშუალება, რომ პარკი გაკეთდეს, გასართობი იყო ერთ დროს, მაგრამ აღარ არის და ძალიან კარგი იქნება თუ არა. საერთოდ არანაირი გასართობის საშუალება არ არის სოფელში? აბსოლუტურად არ არის. ხო არ არის, მე არ ვიცი, აქეთ მხარეს ვიცი რომ არ არის. იქით თუ რამე არის. თუ არის ადგილი, მიაწოდეთ მიკროფონი, შეიძლება. ადგილი თუ არის სოფელში, სადაც შეიძლება ამ ადგილი არის მშვენიერი ადგილი სოფლის ცენტრში, უბრალოდ არის შემოსაღობი. შემოსაღობი რომ იქ დაიდგას რამე ატრაქციონა უბრალოდ საქანელებს ადგილი არის მშვენიერი ადგილი. სოფლის ცენტრში ფიჭვნარი ადგილი, ფიჭვის ხეებია, ხელოვნური ნარგავი ფიჭვებია, უბრალოდ უნდა შემოღობა რომ საქონელი არ შევიდეს იქ და არ გააფუჭოს და რაღაც ატრაქციონები რომ დაიდგოს. ხო არის. ახლა ისეთი ეს არის რელიეფი თვითონ რომ სხვა ალტერნატივა არსებობს. კი ბატონო, არის აი სოფლის შემოსასვლელში, ადრე იყო ხოლმე ყოფილი ფერმები იყო, რომელიც უკვე გადაწყვეტილია, აი ხა თოვლის დნობას ველოდებით, უნდა მოსწორდეს ის ადგილი, სადაც გაკეთდება მინი სტადიონი, თავისი პატარა გასართობი ატრაქციონებით, სკვერი, სკამები თუ რა, როგორც აჩვეულებრივი პარკი მოეწყობა, რომელიც უკვე გადაწყვეტილია, დაგეგმილია. და ეს რა ფინანსებით გაკეთდება? ადგილი რამდენად არის სოფლისთვის მისაღები? ფართის მიხედვით ეხლა მაგისთან ეგეთი ადგილი არ აქვს ჩვენ არსად რომ ვთქვათ ის მინი სტადიონიც გაკეთდეს და ყველაფერი ეგეთი ადგილი სხვა ალტერნატივა არ აქვს. აი სოფლის შიდა გზების მოპირკეთება ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. აი სასტრაფო ხა ჩიმესაც ხო ფიმუბანში რომ ჩამოვიდეს ვერავა. თუ ჩამოვიდა ვერავა. აი რაღაცნაირად იქნებ ცოტა დაგვან მოხრეშვით, ახლა ასფალტს არ თხოვთ, იმიტომ ვიცით რომ ძალიან დიდ ფაიმასთან არის სახსრებთან და იქნებ როგორმე, აი ამ გზაზეც ხო ნახეთ რა, აი ამ ჩასასვლელშიც აი აქ ცენტრში, იქითაც იქნებ რამენაირად ცოტა რაღაცა დახმარება გაგვიწიოთ ძალიან აქ თქო. სოფლის ცენტრალური გზა არის მოასფალტებული და არის სოფლის ჩიხები, რომელიც მოსაწესრიგებს. არის სადაც იძახის, მანდ მოხდა გაზის გაყვანა მოხდა, რამაც გამოიწვია გზის დაზიანება. თუ არა კომპანიას ვალდებულებაში რომ დაზიანებული გზა აღადგინოს მათივე კომპანიის მიერ. მგონი რომ არ უდევს, იმიტომ რომ სადაც გააკეთეს, არცად არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ძალები და მუნიციპალიტეტის ძალები გახდა ყველაფერი გასაკეთებელი. ყველას ედება პირობა ავტომატურად რომ უნდა შეატკეთოს, მაგრამ რომელ წელში გადაიჭრა? პირობის შესრულება ვინ უნდა მოთხოვოს ამ კომპანიას? პოლის რა, ეგაცეთ მაქვს იმაზე პასუხს. მაგათ არ ქონდათ ეთქობა დადებული ხელშეკრულება რომ გინდა თუ არა გზა უნდა შეეკეთებიათ. თავარი იყო მილიჩარი, ეს იყო 3 წლის უკან, რა? ხო. 3 წლის უკან იყო დაახლოებით ეს. იმიტომ მეც ისეთ უბანში ვცხოვრობ, რომ ჩვენს გავჭერით გზა და რო ჩავედი გას კანტორაში, ახლა მივედი რომ მეუთხარი ამ გზას რომ გადაჭრით, ხო ვიღაცამ რაღაცა უნდა გააკეთოს. გას კანტორის დირექტორმა მითხრა, თუ გინდა თუ ხელწერილი დამიწერეო, რომ გზის გაკეთებას არ მოხდო, შემოვიყვანო გზას, თუ არ დარჩებით გაზის გარეშე. ანუ არ აიღო პასუხისმგებლობა კომპანიამ საკუთარ თავზე. საკუთებს არ მომცემდნენ, მე ხო არ ვიყავ ესეთი წარმომადგენელი თუ არა. რომ ჩემს გადამეხედა იქა ეწერა თუ არა ეპირობაში გზის ეთყობა არ ეწერა. ალბათ რომ სპონტანურად აკეთებდნენ ამ გაზს, ეთყობა არ ჩაუდეს. გავაჭრეთ ტრაქტორს და მე ჩვენ თვითონ როგორ ვიწყალეთ ზოგი ქვა ჩაუყარეთ ზოგისა და ესეთი გზა ანალოგიური მოხდა მაგათ უბანში. სადაც ქუჩა გადაიჭრა, არსად მაგათ გზა არ გაუკეთებია. შარშანა მოეძეს კომუნისტიზმის ჩაკრელი წრუბები იყო, სხვილი წრუბები გახსოვთ აგ.
კაცი 2 წელიწად საკუთარ სახლში ვერ შედიოდა. აი ჩაიარეთ და ნახეთ რა დღეში მიატოვეს. უნდა მოეხრეშოთ. ხომ მართლა გააკეთა ბორჯომი გაზ. არ ვიცი ვინ გააკეთა. არა. ამოიღეს ეს ტრუბები, ეს ხული ტრუბები, მოგიხრა ჩამთო ყველაფერი, აი მიგძანით რომ ჩავდი ნახეთ. 2 წელიწად კაცი საკუთარ სახლში ვერ შედიოდა. მიატოვეს ისევე. არც მოუხრეს ჩვენი ძალებით მე ის. კი ახლა რამდენიმე მანქანახრეში მოიტანეს, დაკარეს ვარ. აი მიატოვეს ისევე. არაფერი არ გაუკეთებია, ვინ ამოიღო, რა კომპანია იყო, ვერ გეტყვით. ბატონ ზურაბ, თქვენ თუ ხართ საქმის კურსში, რომ სოფლის ჩიხებში არის ასეთი მდგომარეობა და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? ვინ უნდა აღადგინოს ეს დაზიანებული გზები, რომელიც რაც ბატონმა გელამ აღნიშნა, რომ ეს მილები რო ამოიღეს, სამწუხაროდ მე მაშინ როცა მაგ მილების ამოღება დაიწყეს, სამსახურში არ მოღვაწეო. დღეს ხართ სოფლის რწმუნებული, დაინტერესდით თუ არა ამ თემით? კი ბატონო, დავინტერესდით მაგაზე. და მე მგონი რომ ჩვენი ძალებით მოგვიწევს მაგის მუნიციპალიტეტის ძალებით გაკეთება. მე მაგინა მართლა არ ვიცოდი სამწუხაროდ. მაგრამ ვიღაცამ ხო გააკეთა, ვიღაცამ ხო დატოვა, იმას არ არსებობს ჯერ გზაზე ეგეთ რამე არ ვსვენი, რას ქვია მე თუ გინდა გაზი მოგიყვანოთ. ძალიან ცუდად, არა, ხო ხვდებით ცუდად, იმიტომ რომ ყოველთვის როცა გაზი ფიცირება ის მათი მოვალეობაა მოსახლეობის. და ის გზის დაზიანება თუ მოხდება მონაკვეთი, ხო მე ესე ვიცი, რომ ისიც მათი შესაძლებელია. მოდი გავერკვით მაგ სიტუაციაში. რაც შეეხება ქალბატონის მისასვლელ გზას, რო ვიძახით მოხრეშოთო, ხო? კი ბატონო, არა, კი ბატონო მოხშთ, მაგრამ რა არის, ესე მარტივად აი მოხშთ. ბევრგან მოიხრეშა, დაუშვათ, მაგრამ არ გაამართლა. ანუ ეფექტი არ ქონდა. არა, ანუ გააშნია რა გრუნტია იქ, ხო შეიძლება იმდენად არ იდვარდეს ამ მოხრეშულმა, რომ საერთოდ ხრეშიც მიწაში აიზილოს და უარა სიტუაცია გამოვიდეს რა. რას თავაზობთ მაშინ? არა, არაფერს ვეხა ვიძახი უბრალოდ იმას, რომ ესე ზეპირად მოიხრეშოთი, პრობლემა არ გვარდება რა. აგერ ტყულა ხარჯი გავწიო. ჭირდება შესწავლა. დაუშვათ 1/3. ვინ უნდა შეისწავლოს? მუნიციპალიტეტის გამგეობა. არა, რას იმდრო გითხარით, რომ მე ასე მგონია ეს ყველაფერი. აქედან რომ ჩავიდეთ, ჩავიაროთ და გადაიღეთ. შარშანდან ამოღებული ტრუბები ისევ ისეა მიტოვებული. ესე კაცი ვერ გაევლის. იმხელა კატლავანებია დატოვილი. ეს გაზის იმაზე არ არის ლაპარაკი. ეს ხილის კომუნისტების ჩაკლილი ხილის ტრუბები რო იყო, ზურამ კარგად იცის, რომ აი ეგენი ამოიღეს და წაიღეს. მიზეზი რატო? ვინ იყო? სოფელმა არის ის ვინ იყო მოსული, ვინ წაიღო ეს მილები, ვინ მიატოვა ეს დაუსრულებელი სამუშაოები? ეხლა რო ვიძახით, თქმა უნდა გაკეთეს სოფელში. ტბის გაკეთებისთვის დაიწყეს ეგ. სათავიდან დაიწყეს, წამოიყვანეს 80-იანი ტრუბა. 800-იანი ტრუბით დაიწყეს. გადამბრო, იქიდან წამოსული იყო ბორჯომი და შემოსული იყო და ნამდვილად ყურეს. ასე გამოვიარა თითქმის სამუშაოს იმათ რაც უნდა ჭირდებოდა ტბას 90% შესრულებული. ეს ქვეყანა აირია, დაირია, დარჩა ისე. და ვინ ამოიღო რამდენიმე დღის წლის წინ ეს მილები და ვინ დატოვა სოფელში? რამდენიმე წლის მერე არ ვიცი რა ფირმა იყო, ვინ იყო, მოვიდა ჩვენ საბუთი გვაქვს, ჯერ ისეც მაღლაცელაგან მილები და ისინი წაიღეს. დარჩენილი იყო მილები ეს. რომელიც ვერ მოასწრეს რომ ჩაილაგება. პლატონდე იყო ჩაყვანილი, იქიდან მოყვე და სულ აჭრეს და ეხლა ახაც ამოჭრეს და მე ვერ გეტყვით ეხლა ზუსტად ვინ იყო, რა ფირმა იყო, ვინ არ ვიცი. ქონდა თუ არა უფლება ამის გარკვევა შეუძლია მუნიციპალიტეტს? ვის ქონდა ამისი უფლება, სად წაიღეს ეს მილები და რატომ მიატოვეს შემდეგ სამუშაოები? უთმოდეს 800-იანი მილების ამოღება, ეხლა ეს არ იქნებოდა 20 და 30 გზები ეს იყო. ხო და ხა რაღაცა პროექტი იყო ესე იგი ან რაღაცა სამუშაოები იყო და გავიგებ აუცილებლად. სოფლის პროგრამაზე მინდა ვისაუბროთ. რამდენად იღებს სოფელი მონაწილეობას, საერთო გადაწყვეტილება არის თუ არა ხოლმე, როცა ირჩევა პრიორიტეტი. და როგორ სრულდება ეს სამუშაოები? პირველად არავინ არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ აი თქვა 5000-ია თუ 100 ლარიც რო იყოს, რომ აგინა თორეს გაქვს. საერთო კრება ყოველთვის მოიწვევენ და ვინც ხმათა უმრავლესობის რასაც გადაწყვეტენ ის გაკეთდება. აი ეს არის სოფლის პროგრამა გრძელდება 2014 წელსაც. თუ არის ცნობილი ამ ეტაპზე რა უნდა სოფელს რის გაკეთებას ითხოვს ამ თანხით? რა თანხებია გამოყოფილი თუ არის ცნობილი? დაახლოებით 10000 ლარამდეა წელს გამოყოფილი. და ასე რომ ახლა 26-ში გვაქვს მაგ საკითხთან დაკავშირებით სოფლის კრება. სადაც რა ვიცი სოფლის რასაც სოფელი გადაწყვიტავს გავაკეთებთ იმას. და დიდი პრობლემა რა არის კიდე ბატონ გამგებლის მოადგილეს მიმართ. სოფლის 60% სახნავს ათევსი მიწები არის დაბისყანებს ვეძახით 27 გექტარია თუ არ ვწდები ხო?
და რა 14 რა ხდება 60%-ს კი საკაზაფხულო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხო უნდა მოიხნას მაგ მიწების მოხნას აზრი არ აქვს თუ არ შეიღობა შეღობიც ვერ ღობავთ იმიტომ რომ სამასალე მერქანია რო შეიღობს აი თუ იქნება საშუალება რომ სპეციალური მართულხლარტები როა სათხო რო ღობავთ აი მაგ მარტო მაგით რომ დაგვეხმაროთ ეს მიწები შევღობოთ და დავამუშავოთ 1000 ჯერ მივმართეთ აგერძურა დავამოწმება ვაშინ ბაკურიანეში იყო ეს განათების იმან შიდა სტოლბები არის დასასრულებელი ხაზებს უჭირავს აგერ გაწვენებთ თქვენი თვალით ხაზებს უჭირავს დამპალი აქვს ძირები ჩვენ თორე ვერ გამოვწვით ხო მართალია ეს უნდა მიმართოთ ენერგო 5 განცხადება მაქვს პირადად მე დაწერილი 5 და განცხადება სულ შესაძლებელია ზაფხულში ჩამოდის ქვეყანა ხალხი ხო მაინდა-მაინც მოწყდეს ვიღაცას დაეწევს და ვიღაცა დაღუპოს ხო უნდა იფიქრონ მაგაზე რომ ეს არა მარტო დამსვენებლებს ადგილობრივებსაც შეუქმნის ხო ბუნებრივი პირადად მე მაქვს 5 განცხადება შეტანილი თოკებით მაქვს სტოლბა დამბული თქვენ თუ მიმართეთ ბატონ ზურაბ ენერგოპროს წარმომადგენლებს და რა პასუხი მიიღებთ აი ამ ელექტრობოძებთან დაკავშირებით ენერგოპროსთან დაკავშირებით ასე მაგათთან ხშირად გვაქვს მოლაპარაკებები არა მარტო მაგ ბოძებთან დაკავშირებით ბევრი სხვა პრობლემაა რომელიც ენერგოპროს უკავშირდება აი თუნდაც ზედასოფელში ტრანსფორმატორი არ არის და ნათხოვარ ტრანსფორმატორზე ვზივართ ასე რომ ვთქვათ განთიადია სანატორიუმი უარს არ იძახიან სარიძახიან მაგრამ რა გაკეთებულსაც ვერაფერს ვერ ხედავთ რაც მაგათი გასაკეთებელია თუ შეუძლია ბატონ რევას ჩაერიოს მუნიციპალიტეტს კერძო კომპანიის მიდგომაში ამ მოსახლეობასთან და რა ბერკეტები გაქვთ ამ შემთხვევაში რომ თუნდაც ეს ელექტრობოძები მაინც გამოიცვალოს სოფელში და არ შეექმნათ ადგილობრივებს საფრთხე როგორც ისინი საუბრობენ აუცილებლად როცა მოვიდა ცელები რასაც ენერგოპრო მოვიდა ამ ჩვენ სოფელზე და სოფელში ხარ არ არის ტრანსფორმატორი ორი ტრანსფორმატორი ჰქონდა ოღონდ ესე იყო თითო კატუშკას უძახეში გრაზდია ის იყო დამწვარი მოვიდა ნეგენი ელექტროპრო წაიღეს ამას გავარემონტო და მოვიდა ჯერ ერთი წაიღეს მერე მეორეც მიაყოლეს ეხლა აღარც ერთი აღარ მოყვა მერე ეთხოვდნენ ადგილი გამოგვიყეთო რომ ორი ტრანსფორმატორი წაიღეს შესაძ სანატორიუმით გადაიმოვა მოსახლეობა შეივსება დენი არის როგორც დღე ვერც საფრთხეს ცხონხარა ჩართა ვერც ტელევიზორს ჩართა ვერც კომპიუტერს ჩართა არ ყოფნის ეს დენი მილიონჯერ ვთქვათ ეხლაც ამ ზამთარში ჩვენობაში პრობლემა იყო და ელექტროპროს წარმომადგენლებს რო უთხარი ახლა აბა გადატვირთულია მე ფულს თმახდევინებენ უნდა მივიღო დენი რაც საჭიროა ხო სწორია ანუ ითხოვთ არა სანატორიუმი ახლა რა სანატორიუმი გვათხოვა ჩვენ ფაქტურად იმ სანატორიუმს არა მაგას კი ვერ მოვთხოვთ ენერგოპროს მოვთხოვთ რომ ტრანსფორმატორი დადგა გასაგებ ესე იგი ენერგოპროსგან ითხოვთ ტრანსფორმატორს ითხოვთ რომ დაზიანებული ელექტრობოძები აღადგინოს და ითხოვთ ხარისხიან ელექტროენერგია ტრანსფორმატორი წაიღეს და არც ერთი აღარ მოიტანეს და მე აქ სანატორიუმზე და იქ დენი არ ყოფნის ესე არ აქამდე რო არ ვიცოდი უკაცრავად აწი უგო ვიცი ხვალიდანვე დავიწყოთ მაგისის მოვკითხავ დათოს ბიჭაძეს დაურეკავ პირადად საჭირო გახდება სამინისტროში მიმართავთ ბატონ კახის არ არის პრობლემა ვისი გადასაწყვეტი არის კერძოა ხალხს ხო იმსახურება ეგ პირობა აქვს თავის დროზე ჩადებული მაგას რომ ვალდებულებაა ეს მოვთხოვოთ ის ვალდებულება და ჩვენგან უკვე მუნიციპალიტეტიდან გამგეობიდანაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ მაგისთვის უბრალოდ გავერკვე რომ დაიწყო თავიდან თუნდაც იმ მილების საკითხს რომ მიტოვებულია და აგერ ჩემი მეგობრის ძმა სახში ვერ შედის გავიგებ რომ როჩ დაიწყეს რისთვის დაიწყეს და თუ არ დაამთავრეს რატო არ დაამთავრეს მაქსიმალურ პასუხს მოთხოვ უბრალოდ გავერკვეთ საკითხებში რა ვისი მოსაგვარებელია მოვაგვარებინოთ მაქსიმალურად სადაც იქნება მისასვლელი მივალთ ჩვენთან ჩავიდათ ამ განცხადებას რომ კიდე დრო არ დავკარგოთ პოსტის მგზავნილებში და დროებში არ არის პრობლემა მიწის ძურით კედელი გაიხსნა და რაღაცა კრიშიდან წყალი სოციალურად დაუცველი სიმაში ვარ აი თუ არის მუნიციპალიტეტს თუ აქვს იმის საშუალება რომ რაღაც რამენაირად დახმარება გაუწიოს ასეთო მარტო მე არა ვარ სამწუხაროდ მარტო მე რო ვიყო ჯანდაბას მე ხა ვაკეთებთ მუდმივ მოქმედ კომისიას მოგთხოვეს თბილისიდან რომ გააკეთოს მუდმივ მოქმედი კომისია ის სტიქია დაიდება დასკვნა რომ დავუშვათ მიწის ძრამ დააზიანონ დავუშვათ ყველა ჯოეზერე ხანძარი იყო თუ რა იყო მეწყერი რაც იყო ხო აი მანდ უკვე ანაზღაურებაზე იქნება ფონდი იქნება თანხები და აუცილებლად დაფინანსდება დიდი მადლობა მობრძანებისთვის კითხვებისთვის პასუხებისთვის და იმედია შესრულებული საქმეებისთვის დაგემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ რომ დღეს ფორუმი სოფელ ტბაზე არსებულ პრობლემებს განიხილავდა მე ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ კვირას კიდევ ერთი სოფლის პრობლემებს გაგაცნობთ ნახვამდის